გორის მუნიციპალიტეტის ხელისუფლების წარმომადგენლები ბაკურიანის ახალგაზრდულ ბანაკს სტუმრობდნენ. მათ ახალგაზრდებს სერტიფიკატები გადასცეს და ბანაკის პირველი ნაკადის დასკვნით ღონისძიებას დაესწრნენ. ახალგაზრდები როგორც შემეცნებით აქტივობებში, ასევე ჩართულები იყვნენ სხვადასხვა კულტურულ, სპორტულ და გასართობ ღონისძიებებშიც. პროექტის მიზანია ლიდერული თვისებების განვითარება, პროექტების წერისა და მართვის შესწავლა. საგრანტო პროექტების მოძიება და მათი პრიორიტეტების განსაზღვრა. მიმდინარე წელს ბანაკი 15-დან 29 წლამდე ასაკის 80 ახალგაზრდას ორ ნაკადად უმასპინძლებს. პროექტი ახალგაზრდა ლიდერები 2025 გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და IP საერთაშორისო ტექნოლოგიური ინტელექტის თანამშრომლობით ხორციელდება. ეს არის დასკვნითი ღონისძიება პირველი ეტაპის, პირველი ნაკადის, სადაც დაახლოებით 40 მეტმა ბავშვმა მიიღო მონაწილეობა. ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ესეთი ღონისძიებების ჩატარება, რათა ხელი შეუწყოთ ჩვენი ახალგაზრდების წინსვლას. ეს არის სტარტაპი ჩვენი მოსახლე, ჩვენი ახალგაზრდების, რათა შემდგომ მოხდეს ამ ცოდნის რეალიზება შემდგომ ცხოვრების მანძილზე. ჩვენი მხრიდან მაქსიმალურად შევეცდებით, რომ ესეთი ღონისძიებები იქნას ხშირი და ხელი შეუწყოთ მუნიციპალიტეტის მხრიდან და მე მინდა ყველა იმ ადამიანს უთხრა მადლობა, ვინც ამ ღონისძიებაში იყო ჩართული და მინდა მადლობა უთხრა ბავშვებს, რათა მიიღეს მონაწილეობა ამ ბანაკში და გვესტუმრა ბანაკში. აქ მართლა ძალიან კარგი იყო, ტრენინგები მართლა საუკეთესო იყო, გაერთობაც იდეალური იყო, არ ვიცი. ბევრ ბანაკში ვარ ნამყოფი და შემიძლია გამოვარჩიო ეს, იმიტომ რომ რაღაც აქტივობები კარგად იყო დაგეგმილი, კარგი სიტუაცია იყო, შემიძლია მადლობა გადავუხადო გორის მუნიციპალიტეტს, იმიტომ რომ ხშირად დაგეგმო ხოლმე ესეთი ბანაკები ბავშვებისთვის. მადლობა სტაფის წევრებს, ლიდერებს, რომ ესე კარგად და მხიარულად იყვნენ ჩვენთან განწყობილები. პირველ რიგში მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო გორის მუნიციპალიტეტის მერიას, ბატონ სიმონ გულედანს და ყველა იმ ადამიანს, ვინც ჩართულია ამ პროექტში და მოგცა ჩვენ ეს საშუალება, რომ ამ ბანაკში ამდენი შესაძლებლობა მივიღოთ, ამდენი განათლება მივიღოთ და ამდენი რაღაც განვითარდეთ. ძალიან მომეწონა ეს ბანაკი, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრ ბანაკში ვარ ნამყოფი და კიდევ ერთხელ ძალიან დიდი მადლობა.